საქალაქო სასამართლომ დაიწყო მევახშე თეა დინოაშვილის არჩევის განხილვა, რომელიც აუქციონზე შეძენილი ბინიდან მოვალის გამოსახლებას ითხოვს. აღსრულების ბიურომ საცხოვრებელი სახლი იოსელიანის ქუჩაზე 418,000 ლარად შეაფასა, თუმცა განმეორებით აუქციონზე დინოაშვილმა ეს ქონება 167,000 ლარად შეიძინა. ისე რომ არც დაინტერესებულა ფარჩი მცხოვრები ადამიანების არც აზრით, არც ბედით. მას შემდეგ რაც ბინა საჯარო რეესტში გაიფორმა, მევახშე დინოაშვილმა სასამართლოს ფარჩი მცხოვრები მოვალი ოჯახის გამოსახლება მოთხოვა. წულუკიანისა და მურუსიძის მიერ ასე ვთქვათ რეფორმირებული სასამართლოები 100-დან 100 შემთხვევაში აკმაყოფილებენ მევახშის მოთხოვნას გამოსახლების შესახებ. ერთადერთი გამოსავალი აქ ან მორიგებაა, ან საქმის გაჭიანურება იქამდე, ვიდრე ან ხელისუფლება არ შეიცვლება, ან კანონი. სასამართლოზე მევახშე დინოაშვილი შიშის თუ სირცხვილის გამო არ გამოცხადდა. მის ინტერესებს ადვოკატი მიხეილ ტყეშელაშვილი იცავს, რომელსაც მორიგების წინადადების ორი ვარიანტით მივმართეთ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ერთი პოზიცია, რომ თვითონ აღსრულების მიერ ჩატარებული შეფასების მიხედვით 418,200 ლარად არის შეფასებული ეს უძრავი ქონება, რომელიც განკარგულების მიხედვით შეიძინა 167,280 ლარად. დაახლოებით მე-13 ფასად შეიძინა მესაკუთრე. ჩვენ, როდესაც გავიარეთ მათი მიხეილთან ერთად ეს ვარიანტი, მე შევთავაზე მე რა ერთად ეს ვარიანტი იყო ორი ვარიანტი. ერთი რომ რა თქმა უნდა რაც თანხა გადახდილია, ის თანხა თუ მისთვის თანხა წარმოადგენს პრიორიტეტს უნდა იქნეს ანაზღაურებული და აქვე ისიც მიუთითე რომ მიუხედავად იმისა რომ ის რომ წარმოდგენა გვაქვს ამ საკითხზე, ამ თანხის კორექტირება შეიძლება, თუმცა ამოსავალ წერტილად განვიხილავთ იმ თანხას, რაც იქნა გადახდილი, იმიტომ რომ როგორც უნდა უყურებდე მე ახლა ამ საკითხს, თანხა გადახდილი აქვს და გასაგებია რომ თანხას ვერ სახელმწიფო საჩუქრებს და ვერ გულորդავად ის მხარე. ან შევთავაზეთ მეორე ვარიანტი. თუ საკუთრება წარმოადგენს მისთვის პრიორიტეტს, მაშინ ამოვიდეთ ამ საბაზრო ღირებულებიდან, რაც არის აქ დაფიქსირებული აღსრულების მიერ და მათ მიერ იქნეს თანხა კომპენსირებული. აქაც მიუთითებს ხალბატონო მოსამართლე, ბოდიშით მინდა იცოდეთ, რომ აქაც თქვით, რომ ეს არც ერთი თანხა არ არის ფიქსირებული. მათმა მიხეილმა თქვა, რომ პირველ შემთხვევაში განვიხილავთ იმას, რომ ცოტა მეტი ახლა ორჯერ მეტი არა. ან მეორე შემთხვევაში სრულად თუ არა, ძირითადად მაინც იქნეს კომპენსირებული ქალბატონის ნორმისთვის. ეს ორი ვარიანტი არის, რომელიც დავიწყებული მორალითა და კანონის რაღაცა შუალედური მას იძლევა რა ქვია პოზიციას. ადვოკატი ტყეშელაშვილი თავს საკმაოდ უხერხულად გრძნობდა, მაგრამ მაინც გაახმოვანა მევახშის წინადადება. 60,000 დოლარად ნაყიდი ქონების უკან დაბრუნებაში 130,000 დოლარი მოითხოვა, ანუ გადახდილ თანხაზე დამატებით წლიური 116%. საბოლოო თანხა ჩვენი პირობაც არის ეს ბოლო იყო რაც უფრო წამოვიდნენ სამის გაშერებასაც მაშინ რომ შედეგი არ იქნება და მაინც ვიტყვი 130,000 დოლარი წლის ბოლომდე გადაიხადო და სადაც დასრულს ეს ქონება. ადვოკატ ტყეშელაშვილის ამ განცხადებამ მრავლის მნახველი მოსამართლე შიოშვილიც კი გამოიყვანა წყობიდან. ხო, 130 ხო ჯერ და მეტჯერ შაშონდოს მე მევახშეობაც 100%-ზე მეტია ხო. 140 კვადრატია. მევახშეები წლით 3.9% იღებენ. დარბაზში დამსწრებირების დახმარება არ იჭირდება. ჩვენ უნდა ვართვათ გავს ჩვენ. ჩვენი მხრივ ერთია რომ არ ვეთანხმებით გამოსახლების მოთხოვნას და მიგვეჩნია რომ ის ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ადამიანის უფლებების შესახებ ევროპულ კონვენციას, მეორე მხრივ კი ვითხოვთ სასამართლომ დაგვიდგინოს სერვიტუტი სადავო ქონებაზე, რათა მოვალემ, რომლის საკუთრებაშიც რჩება სახლის ნაწილი, შეძლოს აუქციონზე გასხვისებული ფართით შეზღუდული სარგებლობა. სხდომა ამ ეტაპზე გაურკვეველი ვადით გადაიდო, მე კი რადგან სასამართლოს სხდომაზე არ მომეცა საშუალება მევახშე დინოაშვილისთვის მიმემართა, იძულებული ვარ მას საჯაროდ მივმართავ. მივმართავ თეა დინოაშვილს და მის გვერდზე ვინც არიან ამ საქმეში. თქვენ გააქვთ აუქციონზე, იძულებით აუქციონზე ნაყიდი სადავო ქონება 167,000 ლარად, მინიმალური შეფასებით აღსრულებამ ეს ქონება შეაფასა 418,000 ლარად, ამიტომ გთავაზობთ მორიგების ორ ვარიანტს. ან დაიტოვეთ ეს ბინა, გადაიხადეთ საბაზრო ღირებულება, ანუ 167,000 ლარს უნდა დამატებით 251,000 ლარი, ან ჩემი მარწმუნებელი ამ ქონების კანონიერი მესაკუთრე თანახმა არის თქვენ დაგიბრუნოთ ის 167,000 ლარი, რომელიც გადაიხადეთ იძულებით აუქციონზე. ეს იქნება კანონიერი გამოსავალი და მორიგება ამ საქმიდან, ხოლო ის ვარიანტი, რასაც თქვენი წარმომადგენელი ახმოვანებს სასამართლოზე, რომ მიიღოს 167,000 ლარად ორმაგი და სამმაგი მოგება, ეს არის მევახშეობა, რომელიც ისჯება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და მაშინ ჩვენ ამ საქმეს მიუდგებით მევახშეობის
სტანდარტით მათ შორის არა მარტო სამოქალაქო, არამედ სისხლის სამართლის წარმოების წესით.